რატომ ეშინია სოფლიოს უძლიერეს სამხედრო ძალას ამერიკის შეერთებულ შტატებს ისეთი სახელმწიფოსი, როგორიც არის ირანი? პასუხი მარტივია. ეს წინააღმდეგობა. ირანი ბოლო 40 წელზე მეტია ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიას. ჯერ კიდევ 1950-იან წლებში, როდესაც ირანში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების მერე მოვიდნენ სოციალისტები მუჰამედ მოსადეკის მეთაურობით ხელისუფლებაში, მათ გადაწყვიტეს ირანის ნავთობის, გაზისა და სხვადასხვა მინერალური დოვლათის ნაციონალიზაცია და ეს ყოფილიყო ირანელი ხალხის და არა უცხოური კომპანიების, როგორც იყო მაგალითად British Petrol, ბრიტანელების და სხვადასხვა დასავლური კორპორაციები, რომლებიც ასე ვთქვათ ექსპლუატაციას უწევდნენ ირანელ მშრომელებს და გაქონდათ ირანული სიმდიდრე და ირანული წიაღისეული უცხოეთში და უტოვებდნენ ირანელ ხალხს არაფერს. როდესაც მოსადეკმა გადაწყვიტა, რომ ეს პოლიტიკა გაეტარებინა ნაციონალიზაციისა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ეს უკვე ცნობილი ამერიკის მიერ აღიარებულია ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ ბრიტანულ დაზვერვასთან ერთად მოახდინეს გადატრიალება და მოსადეკის მთავრობა გადააგდეს. მოიყვანეს შაჰი, რომელიც იყო, ასე ვთქვათ, ერთპიროვნული დიქტატორი და რომლის დროსაც ყველანაირად ირანი ემორჩილებოდა დასავლეთს, გაქონდათ მარტივად ისე ირანული სიმდიდრეები და ირანელ ხალხს უწევდნენ ექსპლუატაციას. შაჰი ცხოვრობდა მდიდრულად, მისი გარემოცვაც ელიტები ცხოვრობდნენ მდიდრულად, იყენებდნენ საიდუმლო პოლიციას ხალხის დასასჯელად, ხალხის ჩაგვრისთვის და მაქსიმალურად თავიანთი ავტორიტარული რეჟიმის გასამყარებლად. და შაჰი იყო ვითომ დასავლური კულტურის შემომტანი, ვითომ აი რაღაც ანტიისლამური, ტრადიციული ირანული და ეს დასავლური პროგრესის შემომტანი იყო რა. თუმცა შაჰი ძალიან გავდა მაგალითად ქართულ პარალელს თუ გავაკეთებთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს, როდესაც ცდილობდნენ რომ მაქსიმალურად ყველაფერი გამჭვირვალე ყოფილიყო, ყველაფერი ჩვენ უფრო მეტად დასავლური ყოფილიყო, ისე დასავლური ქვეყნები, ხო? დაახლოებით ესეთი პარადიგმა იყო და ამასობაში კიდე ხალხს აწამებდნენ, კლავდნენ და ათას უბედურებას აკეთებდნენ. საბოლოო ჯამში როდესაც შაჰის, ასე ვთქვათ, სიმდიდრე მიაღწია პიკს და მთლიანად ირანი დაუმორჩილა დასავლურ კორპორაციებს, საბოლოო ჯამში 1979 წელს ირანელი ხალხი აბუნდნა და შაჰი გადააგდო და მოიყვანა ხელისუფლებაში არა მუჰამედ მოსადეკისნაირი სეკულარული, არარელიგიური, არათეოკრატიული ძალა, არამედ პირიქით ამ რევოლუციით იხელთეს ისლამისტებმა და შიიტები, იმიტომ რომ ირანი შიიტური მიმდინარეობის ისლამის ქვეყანა, დაბრუნდნენ სათავეში. მას შემდეგ მოხდა ისე რომ ირანული დოვლათი, ირანული წიაღისეული ეკუთვნის ირანს და არა უცხოურ კომპანიებს და ეს სანქციები, რასაც აწესებს მაგალითად დასავლეთი ირანზე, ხშირ შემთხვევაში შეიძლება შევადაროთ მაგალითად კუბასაც, რომელიც იმყოფება ბოლო 70 წელია არალეგალურ სანქციებში. ანუ რეალურად დასავლეთი და ამერიკა ხშირად იყენებენ სანქციებს არალეგალურად საერთაშორისო სამართლის დარღვევით იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მათ არ ემორჩილებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც ადამიანის უფლებებს რეალურად არღვევს, მათ შორის საერთაშორისო სამართალსაც, სწორედ რომ დასავლეთის მოკავშირეა და მათზე ყველაფერს აკეთებენ, რომ ამგვარი სასჯელი ფორმები არ გავრცელდეს. აქედან გამომდინარე, ირანი დღემდე არის სიმბოლო წინააღმდეგობისა დასავლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთში და ევრაზიის კონტინენტზე.